მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. თქვენ გახსოვდებათ, რომ თვითონ გარბოდნენ ყოველგვარი დებატისაგან, პოლემიკისაგან, საუბრისაგან და თვითონ უარყვეს ამ შემთხვევაში დებატის კულტურა, რაც შეიძლება ითქვას, რათა საზოგადოება სიმართლე ცოდნოდა, თავიანთი მართულ არხებზე არანაირი პირდაპირ ეთერები ოპოზიციას და კონკრეტულად ჩვენ პარტიას საერთოდ არ ქონია, ჩვენ არაერთი მოწოდება გვქონდა, რომ აბერტი გაებედა და დაეთმოთ ეთერი, მსგავსი რამ არ ყოფილა. ბუნებრივია ახლა დებატს გააჩნია, რაზეა საერთოდ საუბარი, ფორმატს გააჩნია, თანაბრობის პრინციპს გააჩნია. ეს არის საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, თუ დებატები იქნება და იქნება არა ბუტაფორია ამ შემთხვევაში, არამედ ჩაფიქრებული, რაზეა ეს ფორმატს გააჩნია, ხო, რაზე იქნება საუბარი. მე ეჭვმეპარება, რომ ეს ადამიანები რეალურ დებატში დასხდნენ რეალურ ოპოზიციურ ძალას, რეალურ დებატში დაუჯდნენ ლელოს. მაგალითად, მე ძალიან ეჭვმეპარება რეალურ თემებთან დაკავშირებით, იმ თემებთან დაკავშირებით, თუ რა უქნეს ამ ადამიანებმა ქვეყანას, ამასთან დაკავშირებით, აი კონკრეტულად როგორ გარბის საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან, ქართველები როგორ ტოვებენ საქართველოს, აი ამასთან დაკავშირებით, როგორ არის დაცარიელებული და დაცლილი სოფლები, როგორ არის გავერანებული სახნავ-სათესი მიწები საერთოდ, როგორ მოსპეს სოფელი და სოფლის მეურნეობა, გადახედე საკვამურებიდან აი ზამთარია და სოფლებს გაევლი და ერთი-ორ ადგილას თუ ამოდის საკვამურებიდან ყვავლი. გააცამტვერეს საერთოდ სოფელი, გააცამტვერეს ქალაქი, სამუშაო ადგილები მოსპეს. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვიან, სად არიან? რატომ არიან პოლიტიკური ტყვეები და პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში? აი ამასთან დაკავშირებით რის დებატებზე უნდა დაჯდნენ საერთოდ? აი რაზეა საერთოდ საუბარი, ხო? აი ამასთან დაკავშირებით და ფასებზე რო ლაპარაკობენ ახლა ეს ადამიანები. ფასებთან დაკავშირებით ეროვნული წარმოება მოკლეს პირდაპირ შეიძლება ითქვას. ყველაფერი სოფელი, ქალაქი, ყველაფერს შესაძლებლობა მოუსპეს ადამიანებს. დაიძუნენ ქვეყნიდან, დაიძუნეს რომ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ და წასულიყვნენ. ჩვენ ვხედავთ რომ კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა. კორუფციის აბლაბუდა მოქსოვეს ამ წლების განმავლობაში. ლელო ძლიერი საქართველოს ჩვენ საუბრობდით რომ კორუფცია იყო ქვეყანაში. კორუფცია ჭამდა ამ ქვეყანას, მაგრამ რას გვეუბნებოდნენ, რას საუბრობდნენ, რომ პროვოკაცია იყო, ტყუილს საუბრობდით, რომ ეს ადამიანები სუბთები იყვნენ და ხელფასზე ცხოვრობდნენ. დღეს მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ აქ ბრძოლა არის კორუფციის წინააღმდეგ. აქ დაჭირდა და ერთმანეთის დაჯგუფებების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, მაგრამ რა ვსხედავთ ხალხო, წარმოიდგინეთ, ბავშვებს საბავშვო ბაღებში ფული მოპარეს და კორუფცია წარმოუდგენელი. ჯარში, ჯარისკაცებს ეროვნული უსაფრთხოება კორუფციაო გვეუბნებიან და წარმოუდგენელი ეს ყველაფერი რაც ხდება, ხო? ჯარს ფული მოპარეს. ახლა დღეს ვხედავთ რომ ავადმყოფებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კუთხით მანქანებში იქაც ფულს აკეთებდნენ. ყველგან სადაც კი შესაძლებელი იყო. ანუ ბავშვებს, ავადმყოფებს, ჯარისკაცებს ყველგან ფულს იპარავდნენ. ესე თვითონ მე კი ავსაუბრობ უკვე ამას. თვითონ გვეუბნებიან და დასასრულს არავინ უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევთ. საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრმა, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა, მანამდე თავდაცვის მინისტრმა. ანუ ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული. რაზეა საუბარი უმძიმეს დანაშაულზე? ფულის გათეთრებაზეა, ხალხო, საუბარი. ფულის გათეთრებაზე, ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ზედამხედველობის ქვეშ დანაშაული, ხო? ამას ყველა აკვირდება. ხო, წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა? ახლა ისე იქცევიან ეს ადამიანები. თვითონ რამოდენიმე თვე ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა თვითონ ესე ქართულ ოცნებას არ წარმოადგენს. სად არის პასუხისმგებლობა პირდაპირ, სად არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური სამართლების სხვების გასაგებია, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი სად არის? სად არის იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მთავრობას პარლამენტში თუნდაც მხარი დაუჭირა? სად არის რომლებიც წაშუკრავდნენ, რომლებიც ჩვენ ამ შემთხვევაში მოგზავნდნენ და გვეუბნებოდნენ რომ ტყუილს საუბრობთო? სად არის იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ესენი განამწესეს? ამ პოლიტიკური ამ შემთხვევაში საპარლამენტო ზედამხედველობა სად არის პარლამენტის? ხო, მოშლილია ყველაფერი, მაგრამ ესენი არიან ტაშის მკვლელები. როცა უნდათ მაგინებლები, უბრალოდ რა მითითებას მიცემს დირიჟორი და დირიჟორები იმაზე არიან გადასულები. აი ეს არის, აი ეს უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში. ამ ფონზე თითქმის ხო რა ოპოზიციის განადგურების გზაზეა შემდგარი ხო ქართული ოცნება და ყველა ის ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც ყავდა დაკავებული და იმ რაღაც წულუკიანის კომისიის გამო და ისინი ახლა გარეთ არიან და ნაწილი გამოვა კიდე, ახლა მაწინააღმდეგ ახალი საქმეა აღსრული, ეს საბოტაჟის საქმე, ხო?
როგორ იყენებს ამ პროცესებს, სამართლებრივ პროცესებს, რამდენად უფრო რთული შეიძლება გახდეს ამ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ოცნების ქმედებები, რამდენად უფრო მწვავე შეიძლება იყოს ვიდრე ახლა ეს პატიმრობები, ხო? აი თქვენი პარტიის ლიდერები კი შეიწყალა, მაგრამ სხვა ლიდერებს მოუწიათ ახლა 7 თვიანი პატიმრობა მხოლოდ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. ახლა რამდენად შეიძლება უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას და მწვავე? პირდაპირ შეიძლება ითქვას, სამართლებრივი საკითხი ახსენეთ თქვენ და მოდი სამართალს მოახსენებთ, იმიტომ რომ სამართლის შეურაცხყოფა ამ ყველაფერს სამართალთან კავშირი არ აქვს. პროცესები. ხო, მესმის, იმიტომ რომ ეს არის სამართლის შეურაცხყოფა, სამართლის სახელით დევნა საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტების თავისუფალი საქართველოს მშვიდობიანი მომიტინგების, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების დევნა მიმდინარეობს. ახლა თქვენს კითხვას რო დაუბრუნდეთ, რაც კი პოლიტიკაში შემოვიდნენ ჩემი პარტიის ლიდერები, რა ვიცი, წელი არ მახსოვს, რომ პოლიტიკური კი არა, სამართლის სახელით დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ და აღძრული არ ყოფილიყო საქმე, ბრალი წარდგენილი არ ყოფილიყოს, გამოგონილი ბრალდებებით, ხო? ეს უბრალოდ, მაგრამ ჩვენავით ეს უკვე როგორ არის, იცი, არავის არ ეშინია ამის. ველაპარაკობ ჩემი პარტიის სახელით, ხო, ამ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით, ხო? მოლოდინებზე ხო რა შეიძლება ითქვას, ახლა სამართლებრივად რო შევხედოთ, მე იურისტი ვარ, ამ სფეროს არ მოვადგენ, ზოგადად ეს ჩემი სფერო სისხლის სამართლის საქმეა. ოდნავ სამართლებრივად რო შევხედოთ, ეს საქმე საერთოდ არ უნდა არსებობდეს. და თუ არ უნდა არსებობდეს და არსებობს, ესე იგი სამართლებრივი განჭვრეტა აქ შეუძლებელია უბრალოდ. მაგრამ შეიძლება გამოიყენოს ის მიერ წამს, ხო? ხო, იმიტომ არის გაკეთებული, იმიტომ არის დევნა მიმდინარეობს, ხო, ჩვეულებრივად. მაგრამ აქ არის დევნის ინსტრუმენტი, ეს სამართლის გამოყენება, დევნის ინსტრუმენტიზირება სამართლის სახელით ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენ ხედავთ აქ ახლა ადამიანებს ელემენტარულად, რავი, წარმოუდგენელია საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელა მიმდინარეობს პირდაპირ, როდესაც ადამიანებს შეკრების უფლებას არ აძლევენ და მე ტროტუარზე დგომის გამო პირდაპირ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეაძლევენ და შეიძლება სისხლის სამართლის წესითაც გადაიზარდოს ეს ყველაფერი, ხო? ეს ჩახედონ კონსტიტუციას, მაგრამ კარგად იციან ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ არ აინტერესებთ. ეს ყველაფერი კარგად იციან. აქედან გამომდინარე, ну, რა ვიცი, ახლა გაუქმებას გვიპირებენ ლელოს და შევიდნენ სხვა პარტიებთან, ბუნებრივია, ვიცით და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და საერთოდ აკრძალეთო და წარმოუდგენელი რამ არის, კაცო. ესენი საუბრობენ საერთოდ ახლა ჩვენთან წინა ხელისუფლების დროინდელ თემებთან და წელად ხელისუფლებასთან დაკავშირება ხო აბსურდი და სასაცილოა და ვერ საკავშირებენ, მაგრამ ახლა უყურეთ ათეიშვილის მოადგილე ყავთ მინისტრად. მთელი პარლამენტის შემადგენლობა ძალიან ბევრი ყოფილი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის წევრები იყვნენ და გომხურვალე მხარდამჭერები და რომ არ ვიცი ახლა ძალიან შორს წავალთ აი ამ ყველაფრის შემომწირულები დამფინანსებლები. ამ პროცესში ყვარყვარიზმია ჩვეულებრივი ახლა ჩვეულებრივი ყვარყვარიზმია. ხო, აი ამ პროცესში რამდენად უნდა იყოს ძლიერი ოპოზიცია ერთად. ანუ ის პროცესი, რასაც ოპოზიციაზე ფრაგმენტულად ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაღაცა პროცესი მიმდინარეობს, რომ რაღაცა კომუნიკაცია არის, რაღაც საკითხებზე შეჯერება ხდება. მაგრამ ამ პროცესში რამდენად არის ჩართული ძლიერი საქართველოს ლელო? რა პროცესში აი კონკრეტულად რაღაც ერთობლივი გეგმების დასახვაში, არ ვიცი, ერთობლივი მოქმედების გაწერაში, რამე სახის კონსულტაციებში. გითხრათ ახლა ლელო ძლიერი საქართველოს იყო არის და იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და ახორციელებს ქვეყნისთვის რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ საკითხებთან დაკავშირებით ბრძოლას და ვიბრძვი და ვიბრძოლოთ ბოლომდე ბუნებრივია. ჩვენ დავტოვეთ პარლამენტი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ გეცოდინებათ ეს ყველაფერი და არც არის ბუნებრივია თქვენი დრო წავიღო ეს ყველამ კარგად ვიცით, ხოლო რაც შეეხება ლელოს პოზიციას მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ ოპოზიცია არ ყოფილვართ არასდროს და არ ვიქნებით. ჩვენ არასდროს გვიგინებია ოპოზიცია და არასდროს გაგვიკრიტიკებია და ესე მწვავე დაპირისპირებაში არ შევსულვართ. განსხვავებისგან გემახსოვრება თქვენ ლელოსთან დაკავშირებით რა სიტუაცია იყო, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ჩვენი სამიზნე არის ყველა კანონიერი კონსტიტუციური მეთოდით ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და არა დაპირისპირება ოპოზიციასთან. გემახსოვრებით ჩვენ არასდროს საუბრის
და კონსულტაციების და საუბრის ამ შემთხვევაში პრობლემა არ ქონია და არ აქვს ამასთან დაკავშირებით. აი, თუმცა ხო ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ყველამ გადააფასა ხო ის რომ ახლა ყველა ხვდება რომ აქ რაღაც ვერბალური გამოხატვით დაპირისპირებაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაიჭრას. ამას საუბრობ ჩვენ უბრალოდ არასდროს არ შევდივართ დაპირისპირებაში ოპოზიციურ ძალებთან. შემიძლია გითხრათ. ელოდებით ინიციატივას თქვენ დანარჩენ ოპოზიციიდან რომ მათ უბრალოდ არ ვიცი რა ინიციატივა აქვს ახლა არ ვიცი რაზე საუბრობთ რა ინიციატივას შეიძლება რჩება რომ აქტიურად არ ხართ ჩართული იმ რაღაცა დისკუსიებში რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ რომ საუბრის პრობლემა არავისთან არ აქვს ეს იქნება საზოგადოებრივი ჯგუფი არ აქვს საუბრის პრობლემა და შესაძლებელია საუბარიც იყოს მაგრამ ზოგადად ეს ახლა თუ საუბრობთ რაღაცა ჯერ არ ერთიანობაზე და რამეზე ეს ერთიანობა ხო ჯერ ეს ჩამოყალიბებული პოლიტიკა ისედაც არ არსებობს მე გეუბნები ძველი არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა ეს შემიძლია გითხრათ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრის პრობლემა არავისთან არ აქვს ეს შემიძლია გითხრათ საუბრის პრობლემა არავისთან არ აქვს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში საუბრის პრობლემა ჩვენ არასდროს არ გქონია და არ აქვს პირიქით თქვენ გემახსოვრებათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ამ შემთხვევაში მოწოდება სურვილი ლელოძლიერი საქართველოში რომ შეგვექმნა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი რომელსაც პარტიებმა დავტოვეთ პარლამენტი ყოფილიყო ეს ჯაბაასი მაგრამ მარტო ჩვენ ვიყავით ამ პოზიციაზე ანუ ჩვენ რას ვლაპარაკობთ ჩვენ არო თავიდანვე ანუ ჩვენთვის ეს მიუღებელი არ არის საუბარი თქვა მას ვლაპარაკობ და დისკუსია აი თქვენ რასაც ამბობთ რაღაცა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის მსგავსი მექანიზმის შექმნაზე რომ წავიდეს ლაპარაკი თქვენ მზად ხართ რომ ჩაერთოთ ამაში საუბრის წინააღმდეგი ჩვენ მაგრამ საუბარი ხომ უნდა განვითარდეს ამას ხომ უნდა ბუნებრივია ხა საუბრის წინააღმდეგი ჩვენ არა ვართ ამას ლაპარაკობ ადამიანთა შეხვედრის არა მარტო პოლიტიკურ პარტიებთან საზოგადოებრივ ჯგუფებთან არაერთხელ შეხვედრი ვართ სხვადასხვა ადამიანებთან მოქალაქეებთან ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ აი თქვენ რაღაცნაირად ერთგვარ ხიდად წარმოჩინებით ხოლმე იმ თვალსაზრისით რომ ოპოზიციაში ამბობენ რომ თქვენთან საუბარი ყველას უნდა ხომ ლელო არის ძალა რომელთა საუბარსაც ყველა განიხილავს არის გიორგი გახარიას პარტია რომელიც ამბობს რომ ის არსად საუბარს არაპირებს, სადაც იქნება ნაციონალური მოძრაობა, თუმცა მას ლელოსთან საუბრის ინტერესი აქვს. თქვენ თუ გრძნობთ ამ შემთხვევაში როლს თქვენი პარტიას გულისხმობთ თვალსაზრისით, რომ შეიძლება რაღაცნაირად დაკავშირებული ჩვენი პარტია ლელოძლიერი საქართველო იმ როლს, რაც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, ქვეყნის თავისუფლებისათვის და ქვეყნის ევროპული მომავლისათვის დაკისრებული აქვს. დანდობა აქვს გამოცხადებული თავისი ამორჩევლის სულ და მას ბუნებრივია გძნობთ და ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს უკეთესი მომავლისათვის და გავაკეთებთ ეს შემიძლია გითხრათ და ბუნებრივია გძნობთ ჩვენ ამ პასუხისგებლობას კი ბატონო თუ დაგჭირდათ პარტიებთან კომუნიკაციის გაღრმავების თვალსაზრისით გაღრმავება შეუკაცავთ მე ვერ ხვდები რა იგულისხმება გაღრმავებაში ასე ზუსტად მეც ვერ გეუბნები არა უბრალოდ ხო რა ის საუბრის ხო მაგას ლაპარაკობ ზუსტად მაგაზე არის საუბარი და ხაერზე ვერ ვსაუბრო და საუბრის პრობლემა არავისთან არ აქვს პოლიტიკა და პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს ყოველთვის ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და შეხვედრის და საუბრის პრობლემა ჩვენ არ გქონია და არ აქვს ჩვენ შეგვიძლია ყველა მხარეს ვესაუბროთ ამასთან დაკავშირებით ეს არ არის პრობლემა საუბრის პრობლემა ასე გეუბნებით რომ ჩვენ ვარ დამოუკიდებელი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად დევნისა, ვიბრძვით ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და არც ერთი ნაბიჯი უკან არ იქნება გადადგმული.